ფეხსაცმლის მოვლა ერთ-ერთი აქტუალური და პრობლემატური თემა. მე გასწავლით დღეს თუ როგორ უნდა მოვუაროთ სხვადასხვა ტიპის ფეხსაცმელს სხვადასხვანაირი მეთოდით. თუ ფეხსაცმელში შეამჩნევთ უსიამოვნო სუნი, გაზეთი დაკუჭეთ და ჩააფინეთ. გაზეთი კარგად იწოვს სუნს. უსიამოვნო სუნის გაქრობაში ასევე დაგეხმარებათ სოდა. საჭმლის სოდა აიღეთ და ჩაყარეთ ფეხსაცმელში. გააჩერეთ რაც შეიძლება დიდხანს. ფეხსაცმლის უმნიშვნელო ნაკაწრების მოშორებაში დაგეხმარებათ კოსმეტიკური ვაზელინი და მინი საწმენდის სითხე. აიღეთ ვაზელინი და ნაკაწრებზე ცოტა დაასხით. შემდეგ ბამბით გადაანაწილეთ კარგად. შემდეგ დაასხით მინის საწმენდის სითხე და გააბრიალეთ. გააბრიალების შემდეგ ნაკაწრები გაქრა. ალბათ ყველას გქონია ის მომენტი, როდესაც ახალი ფეხსაცმელი გვიჭირს და ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის. მე დღეს გასწავლით თუ როგორ უნდა გავაფართოვოთ ფეხსაცმელი მარტივად. ამისთვის დაგვჭირდება პარკი, რომელიც წყლის 1/4-ით იქნება სავსე და მჭიდროდ დახურული. ჩავდოთ პარკი ფეხსაცმელში, ისე რომ ძირზე კარგად გადანაწილდეს და შემდეგ მოათავსეთ საყინულეში. როცა ფეხსაცმელში წყალი გაიყინება, ამოვიღოთ ცელოფანი ფეხსაცმლიდან და მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც გიჭერთ, დავასხათ სპირტის შემცველი მინის საწმენდის საშუალება. და შემდეგ 1 საათის განმავლობაში უნდა იაროთ. ზამთრის ფეხსაცმელი ერთ-ერთი რთული მოსავლელია. ზამთრიდან მცირე ლაქის ამოყვანაში დაგეხმარებათ ფრჩხილის კლიპი. გადაუსვით დალაქავებულ ადგილას ოდნავ და ლაქა გაქრება. თუ ზამთრის ფეხსაცმლის მთლიანი გაწმენდა გსურთ, ამისათვის ძალიან კარგი საშუალებაა მისი ორთქლზე მოტარება. მოატარეთ ფეხსაცმელი მთლიანად ორთქლზე. ისე რომ კარგად დაინამოს. როცა ფეხსაცმელს მთლიანად მოატარებთ ორთქლზე, შემდეგ გაწმინდეთ ჯაგრისით კარგად. ამ მეთოდით ზამთრის ფეხსაცმელი ყველაზე უკეთ იწმინდება.